ეულზე მიმიყვანა მამაჩემმა. რომ მიხვდნენ უკვე რომ ცოტა წონაში გამექცა, არიქაო ბიჭო. მიუხედავთ და წავიდნენ სანამ ფული იშოვეს ის ესხეს ალბათ არ ვიცი იუვენტუსი ბავშვები დელ პიეროს ფოსონი მეწერა დელ პიერო უკან შიტოკი გამაში ბურთი ყველაფერი და უღაც საოცარი ადგილზე დავდიოდი აი ვაკისამება როა მაგის უკან რა ქვია მან ის იყო სტუთქალაქი არ იყო მან და თუ მან იყო რაღაც სტადიონი მოვიდა ბაბაჩემი და რომ მოვიდა ისაო რა ქვია ახლოს არ მოვიდა რა რომ თამაში არ გამფუჭებოდა რანაირად შეიძლება მე რანაირად უნდა თამაშობდე მე რომ თამაში მამაჩემი კი არა მამაღმერთიო დამანახო რანაირად უნდა მერიოს მე თამაში მე როგორ შეიძლება თამაშობდე კარგად ხო ეს შოიდან არ შევდნენ რა ჩემ ვიღა თავის მაკაცი ნახა და არ შევენ ესო კაი ბიჭიაო ისო აი ხო და მე გავარ ტრენერის გვერდზე და იმაშვები რა ქვია მე ბატონი ტრენერს ვიღაცებს ვეჩხუბებოდი. გვეცემებონა გინოს ხა და ეკითხება ის ვინ შეხვდა რომ ვინ არისო ჩემს ეკითხა. ისეც უნდა თამაშობდი და მამა შემა გამომხედა. არა მაგამე ესე დამთავრდა ჩემი სპორტული სპორტი არ წასუხარ არა კაცო ყველაფერზე სამაქვს რაგბზე მაქვს ალარბუნზე მაქვს ნახევა ეცე დავარყდა ისი 10 წელი დავარყათო რას უნდა 10 წელი სტადიონზე გქონდა 10 წელი თუ დავარყიდა რაღაც მინდა სპორტი მე შენთან კი არ ტენისზე და ტენისზე ვგიჟდებ ტენისზე სულვაზე ტენისზე ვიარე აი ამდენი ხანი შეიძლება ტენისზე იარო ერთი კვირა ერთი დარტყმა ვიარე დავკარგები თუ ისო აქ იყავე წენემა ეხავ მოვალო კედელზე თამაშეო და მოვალო და დავკარგე ბურთი გადავაცინე და მეც კი ახლა გამაგნე შევკაფოკაფოკი შეშე სურვაზე კაი ხანი დავდიოდი სხვათა შორის და ისაო საოცარი ისინი იყვნენ დიმა, მარინა და რუსიკო ლაგუნაზე ეს და ისაო რა ქვია ლაგუნაზე და ბოლო 10 წუთიო რადგინად ქენითო აუზშიო და ფენოვანი წამი მაგიდანაც გამომაგდეს მოკლედ აი ესეთ საოცარი სპორტული ისტორიები მაქვს